მოგესალმებით ლიდერებო, მე ვარ თამთა და დღეს მოგიტანეთ თემა პრიორიტეტები. წარმატების მისაღწევად აუცილებელია, რომ საქმე შევარჩიოთ პრიორიტეტების მიხედვით. თუ რამდენიმე საქმე გაქვთ შესასრულებელი, დაიწყეთ იმით, რომელიც უფრო რთულია ან რომელიც უფრო მეტად ღირებულია თქვენი მომავლისთვის. გაანალიზეთ მისი მნიშვნელობა და არ გადადოთ, არ დაიწყოთ ახალი საქმე ძველის დასრულებამდე. დაიწყეთ დაუყოვნებლივ, გაღვიძებისთანავე, ასე ბევრ დროს მოიგებთ და არც გადადების გადაწყვეტილებამდე არ მიხვალთ. აუცილებელია დისციპლინა ამ საკითხში, ანუ ყოველდღიურად უნდა შევარჩიოთ რთული ან მნიშვნელოვანი საქმე და პირველ რიგში დავიწყოთ მისი კეთება. გახსოვდეს, რომ პრიორიტეტების დასახვის ჩვევა, ახალი საქმის დაწყების და მისი ბოლომდე მიყვანის ჩვევა ფიზიკური და გონებრივი შესაძლებლობებია და მათი გამომუშავება შესაძლებელია. ადამიანის გონება ისეა მოწყობილი, რომ საქმის შესრულების შემდეგ თავს გამარჯვებულად და მნიშვნელოვნად ვგრძნობთ, თვითშეფასებაც იმატებს და რაც უფრო მნიშვნელოვანი არის საქმე, მით უფრო თავდაჯერებული ვხდებით მისი გადაწყვეტის შემდეგ. ეს ბუნებრივი ნარკოტიკის ენდორფინის მომატებული დოზის დამსახურებაა. ხოლო თუ ამ ყველაფრის მიმართ დადებითი დამოკიდებულება გაგიჩნდათ, მომავალში სულ უფრო და უფრო მეტი და უფრო მნიშვნელოვანი საქმეების შესრულებას შეძლებთ. ზოგადად, საქმის გაჭიანურების და мотиваციის არქონის მიზეზი არის ბუნდოვანი წარმოდგენა, გაურკვევლობა იმის შესახებ, თუ რატომ ვაკეთებთ ან რისთვის ვაკეთებთ ამ საქმეს. ამიტომ ჩემი რჩევა ფურცელზე გადაიტანე შენი გულწრფელი ნაზრები, დაწერე რა გინდა, რატომ აკეთებ ამას, რისთვის გინდა, რა მიზანი გაქვს და რა ამოცანების შესრულება გჭირდება თანმიმდევრობით, რომ ამ მიზნებამდე მიხვიდე. წერის დროს მიზანი უფრო ხელშესახები ხდება და უფრო მარტივი ხდება მისი შესრულება. დააწესეთ რეალური მიზნის შესრულების ვადა. წინააღმდეგ შემთხვევაში გაგიჭირდებათ შესრულება და გადადება უფრო გაგიმარტივდებათ. შეადგინე იმ ყველაფრის სია, რაც მიზნის მისაღწევად გჭირდება და დაალაგე პრიორიტეტების მიხედვით. დაგეგმე რა უნდა გააკეთო თანმიმდევრობით. ამის საშუალებით ბევრად უფრო მეტი საქმის შესრულებას შეძლებ. როგორც კი გექნება მზად ეს ყველაფერი, მაშინვე შეუდექი გახორციელებას, მაშინვე დაიწყე, არ გადადო, თორემ მერე აუცილებლად გაგიჭირდება. დაავალე საკუთარ თავს, რომ მთავარ მიზნამდე მისაღწევად ყოველ დღე უნდა გააკეთო სხვადასხვა ამოცანა, სხვადასხვა სირთულის. ეცადე, რომ დღის გეგმა არ ჩააგდო, მუდმივად იარე წინ, თუნდაც პატარ-პატარა ნაბიჯებით. დაწყებული საქმე აუცილებლად მიიყვანე ბოლომდე და ასეთი სიბეჯითე ნებისმიერ სფეროში და ნებისმიერ